გამარჯობა, BMG TV-ზე წერტილის როა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანდია. თხილის სექტორია დღევანდელი წერტილის ფოკუსში. მალე ქვეყანაში თხილის რთველი სეზონი დაიწყება და საინტერესოა, როგორ მოსავალს ელოდებიან ფერმერები, რა დიაპაზონში იქნება წელს თხილის ადგილობრივი გასაყიდი და საექსპორტო ფასი, ანაცვლებს თუ არა ფაროსანას პრობლემას თხილის ხმობა, რაზეც სექტორში გახშირდა საუბარი შარშანლიდან მოყოლებული, როგორ უნდა ებრძოლონ ფერმერები ამ გამოწვევას სწორად და რა მიმართულებით არის საჭირო სახელმწიფოს ჩართულობა. რა თქმა უნდა, მოვიკითხავთ, რა ტენდენციებია თხილის გლობალურ ბაზარზე, რაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქართული თხილის ფასიც, როგორც ადგილობრივ, ისე შესაბამისად საექსპორტო ბაზრებზე. ვიდრე ინტერვიუს დავიწყებთ, გეტყვით, რომ წელს 6 თვეში თხილის ექსპორტი თითქმის 54%-ით გაიზარდა 53 მილიონ დოლარამდე. საქსტატის მონაცემები წელს საქართველოდან ექსპორტირებული 53 მილიონი დოლარის ღირებულების თხილი არის, მაშინ როცა გასულ წელს ექსპორტირებული თხილის ღირებულება ჯამური 34 მილიონი იყო. ქართული თხილისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც წელს თხილის ექსპორტი 30 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება ფასს, საქსტატის ინფორმაციით იანვარ-ივნისში ჯამში 7,1 მილიონი ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალო ფასი 1 კილოგრამ თხილზე დაახლოებით 7 დოლარი იყო, რაც შარშანდელ საშუალო მაჩვენებელს 6,6 დოლარს მცირედით, მაგრამ აღემატება. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭიტანავა უკვე ხაზზეა, ის ჩვენ სლოვაკეთიდან გვერდება. საღამომშვიდობის მერაბ, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და სამუშაო კვირის ბოლოს გვერდებით გადაცემაში. რადგან თხილის მოსავლის აღების სეზონი ახლოვდება, ჩვენ პირველი კითხვაც შეეხება როგორ და რამდენ ტონა მოსავალს ველოდებით წელს საქართველოში და შემდეგ უკვე ვისაუბროთ ფასზე. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის, მოგესალმებით მაყურებელს. მოსავლის რაოდენობა გამოიყურება დამაიმედიანებლად, როგორც პროგნოზირებდით სეზონის განმავლობაში, ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 10%-ით მეტი პროდუქცია მაინც იქნება საბოლოო ჯამში, დაახლოებით 50,000 ტონას მივუახლოვდებით, შარშანდელი დაახლოებით 45,000 იყო, კიდევ არის ჩვენი საზომი ერთეული საბოლოო ჯამში ყველაზე ზუსტი არის ექსპორტის მაჩვენებელი და დაახლოებით 45,000 ტონას უკვე მივუახლოვდა ჩვენი ექსპორტის რაოდენობა. ვფიქრობთ, რომ 10%-იანი ზრდა მაინც იქნება. ყველა რეგიონში თანმიმდევრულად არ არის, თუმცა ძირითად რეგიონებში, სამეგრელოში, კახეთში განსაკუთრებით ნორმალური სიტუაციაა. ძალიან კარგი. ხარისხზეც ვისაუბრებთ ამ გადაცემაში და სხვა გამოწვევებზეც თხილის სექტორში, მაგრამ ფასი როგორი იქნება წელს? მე მესმის და თქვენც ხშირად ხსნით სხვადასხვა გადაცემებშიც და პოდკასტებშიც, რომ ბევრი ფაქტორი და ბევრი კომპონენტი განაპირობებს თხილის ფასს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე. მოდი კიდევ ერთხელ ავხსნათ, რა კომპონენტებისგან შედგება და როგორ დგება ზოგადად თხილის ფასი და წელს ამ მხრივ რა პროგნოზი შეგიძლიათ რომ გააკეთოთ? საკმაოდ ვრცელი თემაა, თუმცა მოდი ესე ნაწილობრივ ყველაზე საინტერესო ფერმერებისთვის დამეთანხმებით ამ სეზონში. მოკლედ, თხილის ფასის ფორმირება იწყება ბუნებრივია თურქეთის ბაზრიდან, თურქეთის საბაზრო ღირებულებიდან. ამ საკითხს რაც შეეხება და თურქეთის მოსავლის რაოდენობიდან პირველ რიგში, შესაბამისად, თუ თურქეთში მოსავლის რაოდენობა დიდია, ბაზარი მშვიდად არის და ფასებიც შედარებით დაბალია, თუ მოსავლი როგორც იყო 2000 მაგალითად 24-ში, 2023-ში უფრო მეტად, 2024-ში შედარებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდა ჩვენთვის, იყო 25-ში ვფიქრობთ, რომ კიდევ უკეთესი იქნება. ეხლა პატარა შედარებას გავაკეთებ, 2024-ში მოსავლის რაოდენობა ჯამურად სადღაც 700,000 ტონას აღემატებოდა. დღეს არის სპეკულაცია ამ თემაზე თვითონ თურქი ექსპორტიორების მხრიდან და რამოდენიმე სახის ინფორმაცია გამოდის, თუმცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიშით სადღაც 500,000 ტონაზე მეტი არ არის მოსავალი. რაც ბუნებრივია, მოსალოდნელია და ხალხსახაა, რომ აისახება ფასზე. ანუ უფრო გასაგებად რო ვთქვათ, მათ შორის ფერმერებისთვის, როცა თურქეთში შედარებით ცუდი ან დაბალი მოსავალია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს თხილზე მოთხოვნა იზრდება და შესაბამისად უკეთეს ფასსაც უნდა ველოდოთ. დიახ, მსოფლიო ბაზარზე ზოგადად არა მარტო საქართველოზე, ასევე აზერბაიჯანზე, იტალიაზე, ჩილეზე, ამერიკაზე და ასე შემდეგ.
ეს არის პირველი ინდიკატორი, შემდეგი მაჩვენებელი არის თვითონ საქართველოს პოზიციონირება ევროპის და ზოგადად მსოფლიო ბაზარზე თუ რა პროდუქციას ყიდიან. თუ საქართველოს ყიდის პროდუქციას, ქართველი ექსპორტიორი ყიდის პროდუქციას შუამავლების მეშვეობით და ვთქვათ, ყიდის როგორც ტრადიციულად იტალიის და გერმანიის ბაზრის იმ ნაწილზე, რომელიც ღებულობს ამ პროდუქციას, შემდგომ მას გადაამუშავებს და ყიდის დანარჩენი ევროპის ქვეყნებზე, შესაბამისად ფასები არის ნაკლები. მეორე პრობლემა, რომელიც საქართველოსთვის არის ტენდენცია როგორია ამ ხრივ, ბარემ აქვე გკითხავთ. ძირითადად შუამავლების ძალიან სწრაფად გავდივართ ახალ ბაზრებზე, გულისხმობ არა ტერიტორიულ, არამედ ესე ვთქვათ, ღირებულებათა ჯაჭვის ხაზზე ახალ ბაზრებზე. საქართველოში ფუნქციონირებს და სტაბილურ და საკმაოდ ინტენსიურად ჩაერთო ექსპორტში რამოდენიმე ახალი საწარმო, რომელმაც აწარმოა როგორც მოხალული თხილი, ასევე თხილის პასტა, გრანულები და შექმნა საბოლოო პროდუქტი, მისი სერტიფიცირების სულ უფრო მეტი კომპანია ღებულობს მაღალი დონის სერტიფიცირებებს, შესაბამისად ისინიც გადიან საბოლოო კლიენტთან, რაც ზრდის ერთეული პროდუქტის ფასს. შემდეგი მაჩვენებელი და მნიშვნელოვანი საკითხი არის მიწოდების ხარისხის შენარჩუნება წლის განმავლობაში და კონტრაქტის ვალდებულების შესრულება ქარხნების მხრიდან. რაც გასულ წლებში ძალიან ცუდი მაჩვენებელი იყო, ნელ-ნელა უკვე დასტაბილურდა და გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც თავიანთ ვალდებულებებს წლის განმავლობაში ასრულებენ და შესაბამისად კლიენტი, რომელიც ადრე ძირითადში პორტფელის 80% თურქეთიდან ყიდულობდა და 20%-ს წერტილოვანში ყიდვებს ასრულებდა საქართველოში და აზერბაიჯანში, ნელ-ნელა ცდილობს, რომ თავისი პორტფელი უფრო ფოკუსირებულად საქართველოზე ჰქონდეს, რაც ასევე აღნიშნავს, რომ ჩვენთვის ერთეული პროდუქტის ღირებულებას გაზრდის. ეს არის ძირითადი მაჩვენებლები ფასების, რაც გლობალურად მოქმედებს თხილის ბაზარზე. პირველი არის თურქეთის მოსავლის რაოდენობა, მეორე არის საქართველოსი როგორც ექსპორტიორის პოზიციონირება ბაზარზე. პოზიციონირების ნაწილში როგორ გამოვიყურებით წლიდან წლამდე, ვთქვათ, ხარისხი სულ იყო გამოწვევა, ამ ხრივ ვამართლებთ პარტნიორების, ევროპელი იმპორტიორების იმედებს, ასე ვთქვათ, ახსოვს იყო ბევრი კითხვის ნიშანი. შარშანში ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა, როგორც ხედავთ ციფრებიც ამაზე მეტყველებს. შეგვიწყო ბევრმა კომპონენტმა ხელი, თუმცა ჩვენმა ექსპორტიორებმაც შეასრულეს თავიანთი ვალდებულებები, ხარისხიანი პროდუქტი გააგზავნეს დროულად, სეზონის ბოლომდე მიმდინარეობდა ექსპორტი ფაქტიურად მაისის თვეშიც კი გვაქვს ექსპორტი, რაც ძალიან კარგია. ვფიქრობ, რომ წელს უფრო თამამად განახორციელებენ შესყიდვებს ევროპელები, თუმცა გარე ფაქტორებმაც მაგრად შეგვიწყო ხელი, რადგან თურქეთი გახდა არასტაბილური ფასის კომუნიკატორი და სეზონის განმავლობაში უზარმაზარი ძვრები ჰქონდა ფასში და შეშინდა ევროპელი მომხმარებელი, ნელ-ნელა უკვე იძულებული გახდა, რომ ალტერნატიული ბაზრებიც მოიძიოს და ნელ-ნელა გადმოიტანოს ვექტორი ისეთ ადგილმდებარეობებზე, როგორც არის საქართველოს მიწოდების ხაზის კუთხით. რომ შევაჯამოთ ეს ნაწილი ჩვენი საუბრის, დაახლოებით მაინც რა დიაპაზონში იქნება წელს თხილის ფასი, როგორც ადგილობრივ ბაზარზე გასაყიდი, ისე შემდეგ უკვე ექსპორტზე. თურქეთის მოსავლის რაოდენობის მაჩვენებლიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ყველა ცალსახად ხვდება, რომ სეზონზე თხილის ფასი თანმიმდევრულად გაიზრდება. და მოლოდინია, ეს ბუნებრივია არავინ წინასწარ არ იცის, მაგრამ ყველა მაჩვენებელი ზოგადად ესე არის, რომ როდესაც დაბალი რაოდენობის მოსავალია, ფასი იწევს დეკემბერი-იანვრის პერიოდისკენ. შესაბამისად, წელს ვფიქრობთ, რომ ის ფერმერები, რომლებიც ხარისხიან მოსავალს მიიღებენ და ჩაატარებენ წამლობებს, მიიღებენ ძალიან კარგ შემოსავალს, ასევე ექსპორტიორებიც. რაოდენობის გზრდა ძალიან ათავისუფლებს ქართულ ბაზარს და პოზიტიურად ეთყობა, იმიტომ რომ მცირე რაოდენობის პროდუქციაზე ექსპორტიორების კონკურენცია იზრდება და ადგილზე ფასი ძალიან მაღალია, მარჟები მცირდება და შესაბამისად არა, ესე ვთქვათ, წარმატებული წელი აქვთ ექსპორტიორებს. წელს მე მგონია, რომ ეს პრობლემაც არ იქნება. შესაბამისად
ეს რაც შეეხება ფასის ესე ვთქვათ დინამიკას, თვითონ ფას დღეის მდგომარეობით სადღაც ბაზარის სველი თხილი ბაზარზე იყიდება 4 ლარად, რაც მინიმუმ 1 ლარის მეტია, ვიდრე შარშანდელი ანალოგიური ფასი შარშან სეზონზე. ფასი ბუნებრივია ესე ფიქსირებული არ არის, საშუალოს ვამბობ, ალბათ 3 ლარიდან 4 ლარამდე შეგვიძლია ვთქვათ, როცა შარშან იყო 2-დან 3-მდე მაგალითად. ეს საუბარია ძალიან ტენიან თხილზე, დაახლოებით გულის ფასი რო გადაიანგარიშო 19-20 ლარი გამოვა, თხილის გული, მშრალი თხილის გულის ფასი და მინდა გითხრათ, რომ ეს შარშანდელთან წინა შედარებით უკვე ძალიან მაღალი მაჩვენებელია, ძალიან. და ესე იგი მოსალოდნელია აქტიურ სეზონზე ხო აი რა ფასია დაახლოებით აი აგვისტო-სექტემბერში როცა უკვე თქვათ ბაზარზე გაჩნდება წლევანდელი მოსავალი უფრო აქტიურად რა დიაპაზონში იქნება ეს ფასები ადგილობრივ ბაზარზე ძალიან ძნელია განსაზღვრო ძალიან ფრთხილად ვცდილობ ვიყო ამ ფასების დასახელებასთან. მოლოდინების ზედმეტად არ შევქმნათ ამ პირიქით. ხო, ანუ ეს ძალიან ბევრ რაღაცაზე მოქმედებს და მით უმეტეს ამის რეკომენდაციის მიცემის საშუალება ფიზიკურად არ გვაქვს. რაღაც პირადი ჩვენი კონკრეტული მოსაზრება ასოციაციის რავითარ შემთხვევაში არ გვინდა რომ გადაწყვეტილებებზე იქონიოს გავლენა, შესაბამისად დღეის მდგომარეობით ეს მოცემულობაა. ვფიქრობ რომ ნორმალურია ივარაუდო, რომ სეზონის ბოლოსკენ, ან შუა სეზონისკენ ფასების ზრდა იქნება. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ წელს საქართველოში ფერმერები თხილს დაასაწყობებენ, გააშრობენ, იმედი მაქვს, რომ მოულიან, უფრო მეტად რაღა დარჩა უკვე პრინციპში, მაგრამ კიდევ მიმდინარეობს ბოლოწამლობები და ამ ბოლოწამლობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად სწრაფად გაიტანს თხილის ბაღიდან ფერმერი პროდუქციას. და ბუნებრივია ხა წვიმიან პერიოდში ჩვენთან წვიმები ჩვენთან ხარისხზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ამ მხრივ ყურადღებით უნდა იყოს ფერმერი აგვისტოს და სექტემბრის პერიოდში. კი ბატონო, წამლობებზე ვიდრე ვისაუბრებთ, თქვენ ახსენეთ, რომ კონტრაქტების ვალდებულების შესრულების ნაწილში ჰქონდა ადრე გამოწვევები, მაგრამ ახლა ამ მხრივაც ქართული ქარხნები თუ ექსპორტიორები, ასე ვთქვათ, დაწინაურდნენ, რაც ძალიან კარგია და ბუნებრივია ევროპელი პარტნიორის ნდობას ზრდის. რამდენად გაჩნდა, ხომ არ გაჩნდა გამოწვევა ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დამატებითი კითხვები ქართულ ქარხნებთან, წარმოებლებთან თუ ექსპორტიორებთან, ევროპელი კონტრაქტორების მხრიდან ექსპორტის განვითარების ასოციაცია წლის დასაწყისში საუბრობდა მსგავს, ასე ვთქვათ, ტენდენციაზე, რომ ეშინიათ ქვეყანაში, როდესაც არასტაბილური სიტუაცია, რამდენად სტაბილური იქნება მიწოდების ჯაჭვები და ასე შემდეგ. ამ მხრივ როგორ ხართ? ამ მომენტისათვის თხილის სექტორში ყველაზე დიდი, ესე ვთქვათ, მამოძრავებელი ინტერესის არის სტაბილური მიწოდების უნარი, რისი დემონსტრირებაც გასული წლების განმავლობაში ქართველებმა გააკეთეს. მეორე არის, რომ რამდენად პრიორიტეტული ხდება ალტერნატიული ბაზრები, გულისხმობ თურქეთის ალტერნატიული ბაზრები, ამაშიც მოსალოდნელია, რომ ინტერესი გაიზრდება, უკვე საკმაოდ დიდია ინტერესი და ვფიქრობ, რომ წელს საქართველოდან თხილის ექსპორტის კუთხით ბევრად უფრო ძლიერი ტალღა იქნება, ვიდრე იყო შარშან. და არანაირ პრობლემას არ ხედავ ევროპელების მხრიდან. ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს კლიენტებთან და ძალიან დიდი მზაობაა პროდუქციის შეძენის და რეექსპორტის. ძალიან კარგი. ვისაუბროთ შედარებით ახალ გამოწვევაზე. თქვენს რამდენიმე პოდკასტს ჩართვას ვუსმინე დღეს მეც, როცა ვემზადებოდი ინტერვიუსთვის, თხილის უეცარი ხმობა, რაზეც შარშანდლიდან მოყოლებული საუბრობთ თქვენს, რა მასშტაბის არის დღეს ეს პრობლემა და ვიდრე სახელმწიფოს როლზეც ვისაუბრებთ, პირველ რიგში ფერმერებს როგორ შეუძლიათ საკუთარი ძალებით სწორად ებრძოლონ ამ გამოწვევას. ჩემი წალენჯი ხაც მოვიკითხე და იქაც არის სამწუხაროდ შემთხვევები თურმე. მე მაქვს წალენჯი ხაში ბაღი, მაქვს ჩხოროწყუში, სადაც სამწუხაროდ ძალიან მსმენელი შედეგები მაქვს, განსაკუთრებით ჩხოროწყუს ტერიტორიაზე. რაც შეეხება ხმობის გავრცელების არეალს, ჩვენი საერთო მოსაზრება, რასაც ამ მომენტისათვის ვაკეთებ დაკვირვებას, როგორც
ასოციაციის კუთხით, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევით ცენტრის კუთხით დაახლოებით 7-8,000 გექტარზე არის გავრცელებული ეს დაავადება. რაღაც პროცენტობით აქ დაფარული ზოგან ძალიან ცუდი მდგომარეობა, ზოგან შედარებით საწყის ეტაპზეა. ეს სტატისტიკა ახლა დაზუსტებით ამ წუთას არ მაქვს პროცენტულად როგორ არის ეს ყველაფერი გადანაწილებული, თუმცა მოცემულობა არის ესეთი, რომ ბაღი, რომელიც არის დაავადებული, მინიმუმ აორმაგებს ინფიცირების არეალს სეზონიდან სეზონამდე. ეს ყველაფერი ჩანს მხოლოდ ივნისის თვეში, ივნისი-ივლისის პერიოდში. სამწუხაროდ ამ პერიოდამდე ფერმერს უწევს ინვესტირებას, რომ მოვლა და ფაქტიურად ივნისის თვეში გახმება მოსავალი ზედროა ისე და ორმაგი ზარალია ჩვენთვის, ძალიან რთული პრობლემის წინაშე ვდგავართ. ერთი რაც დღეს შემიძლია ვთქვა ცალსახად არის ის, რომ ტექნიკური რეკომენდაცია იქნება, რომ ბაღის ნიადაგის დამუშავების და გასხვლისგან თავი უნდა შეიკავოს ფერმერმა, რომელსაც ინფიცირებული ბაღი აქვს, რადგან ეს გზები არის გადამტანი და იქ ჰიგიენის დაცვა ამ კუთხით ძალიან რთულია, განსაკუთრებით გასხლის დროს ვამბობთ, რომ გადახნა აბსოლუტურად გამორიცხულია. და ალბათ სადღაც იმედი მაქვს, რომ სექტემბრის შუა რიცხვები ბოლოსკენ უკვე მუშა პროტოკოლს წარმოვადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად შემუშავებულს, როგორ უნდა გაუმკლავდეთ ამ პრობლემას. ასევე აქვე მინდა ვთქვა, რომ ვაწარმოებთ ინტენსიურ კომუნიკაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომ ინფიცირებული ბაღების იდენტიფიცირებისა და მათთვის მხარდაჭერის მექანიზმი გავაჩინოთ თუ თეორიულად არის შესაძლებელი. როგორც იცით, თურქი და იტალიელი მკვლევარები, სპეციალისტები ყავდათ კიდეც ხომ ჩამოყვანილი, რა პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომ შეგვესწავლეთ, რა ქვია ამ დაავადებას, თუ არის უკვე საბოლოოდ იდენტიფიცირებული? ბაქტერია არის ფსევდომონა, რომელიც დიდწილად ახმობს ამ ხეებს და ეგ არის ძალიან რთული ფორმა ბაქტერიის, რომელსაც სჭირდება ინტენსიური სპილენძის წამლობა, თუმცა გარდა სპილენძის წამლობისა, მას ასევე სჭირდება ანტიბაქტერიული საშუალებებით დამუშავება და ეს პროცესი, ესე ვთქვათ, მუშა მოდელი უნდა იქნეს იდენტიფიცირებული და ასევე მისი იმპლემენტაციის პროტოკოლიც უნდა იყოს კარგად ახსნილი ფერმერებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ამის პრაქტიკა 2017 წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით სექტორთან, ჩვენ მოვახდინეთ სამუშაო პროტოკოლის შედგენა, წამლობის სქემის შედგენა, რომელიც კომუნიკაციას მოვახდინეთ სექტორთან და დაახლოებით 2 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ფერმერები დაგვეტრეინინგებინა და გვესწავლებინა სწორად როგორ გამოიყენებინა და ეფექტურად აგროქიმიკატები და პირველ წლებში ისეთი შემთხვევები ჰქონდა, მაგალითად ფერმერები არასწორი იმპლემენტაციის გამო რამოდენიმე ბაღი დაწვეს, იმიტომ რომ თქვა გოგირდი რაღაც მეტი რაოდენობით გამოიყვანეს ან სულ დროს გამოიყენეს. შესაბამისად ეს პროცესიც საკმაოდ ხარჯიანი პროცესია, საკმაოდ დიდი განსაკუთრებით ქართველი ფერმერი ძალიან ცოტა ნაწილი, ძალიან ცოტა. როგორ წარმოგიდგენიათ, აი როცა უკვე პროტოკოლი მზად იქნება, გაქვთ ამ მიმართულებით მთავრობასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კომუნიკაცია, რომ ფერმერებს როგორ შეიძლება რომ სახელმწიფო დაეხმაროს? მესმის რომ ვფიქრობ და ჩვენი კალკულაცია, მაგრამ უნებრივია ყველაფერი თქვათ ნებაზე და მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს ამ მომენტისათვის ფერმერებისთვის ვაუჩერების პროგრამის თვალსაზრისით, რაც მესამე წელია გრძელდება საქართველოში, ასე ვთქვათ, გარე წამლობები ემატება ფაროსანას წინააღმდეგ, თუმცა ფერმერები ზოგადად ამ ხარჯებს ჩვენი არსებული ტენდენციიდან გამომდინარე ვერ გასწევენ და მგონია რომ მინიმალური იქნება იმ ფერმერების რაოდენობა, რომელიც ამ ხელა ინვესტიციას განახორციელებს ბაღში, რომ ეს დაავადება შეაჩეროს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გამოუვალია რაღაც ხარდაჭერის მოდელის შემუშავება და რა გზით მოხდება ეს, უნებრივია იქნება ეს საკრედიტო უზრუნველყოფებით თუ ესე პირდაპირ დახმარებით. ყოველ შემთხვევაში ჩვენ
მივაწოდებთ ამ კომუნიკაციას, გავაკეთებთ მონახას პროექტის და ყველაფერი დამოკიდებულია იმ პროტოკოლზე, რომელსაც ჩვენ შევიმუშავებთ. კი ბატონო, ვიდრე პროტოკოლი იქნება მზად, აი ფერმერი ვარ, აღმოვაჩინე ჩემს ბაღში რამდენიმე ძირი თხილი უცებ გახმა, რას ვაკეთებ? არაფერს. არაფერი ამ მომენტისათვის არ შეიძლება გაკეთდეს. არც მოჭრა, არც არაფერი? ეხლა ამ მომენტისათვის უმჯობესია რომ იყოს ისე როგორც არის, როგორც თქვი, ამ მომენტისათვის ჩვენი ფოკუსი სექტორის არის მოსავლის აღება და დაბინავება. ბოლო წამლობების ჩატარება ბუნებრივია ფაროსანაზე, ბაღების გაწმენდა ბალახისგან და სხვა აგროღონისძიებები, არც არის პერიოდი პრინციპში არაფერი ისეთი, რაც ოქტომბრის ბოლომდე შეიძლება ჩატარდეს. თუმცა ზოგიერთი ფერმერი შეიძლება ვთქვათ ფერმერმა მოინდომოს ნიადაგის დამუშავება, რისგანაც ურჩევლო თავი შეიკავონ, სანამ აფიო სამოქმედო გეგმა არ იქნება შემუშავებული და არ დავიწყებთ ამ პროცესზე მიზნობრივად მუშაობას. კი ბატონო, ამ პროტოკოლზე სამინისტროსთან ერთად მუშაობთ, ხომ ალბათ მერაბ? დიახ, დიახ. გასაგებია, იქაც მოვიკითხავთ, იმედია საკმარისად ტემპში იქ მომზადდება ახალი ჩვენ ველოდებით რომ დაახლოებით მომავალ კვირას ან უახლოეს 10 დღის განმავლობაში მონაცემე პირველი კომუნიკაცია მოხდება და დავიწყებთ მის ანალიზს და ჩვენ ამ დროისათვის პრაქტიკულ ერთობლივ იმპლემენტაციას ვახდენთ სხვადასხვა მოდელების. გუშინ სამინისტროს კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ ჩემ ბაღში და სადაც სატესტო პროდუქცია გამოიყენეს დაავადებულ ხეებზე. ანუ ეს ექსპერიმენტები დინამიურად მიმდინარეობს, ბუნებრივ თითქმის ჩამოყალიბებული ვართ მიდგომაზე და კომუნიკაციის ფორმატზე და ალბათ რამოდენიმე მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში რაღაც კონკრეტული გეგმა შემუშავდება და მერე დავიწყებთ კომუნიკაციას სამინისტროსთან, ფერმერებთან და ვნახავთ პირველ წელს რისი შესაძლებლობა გვექნება. თუმცა ნეგატიური ტონით არ მინდა რომ დავასრულო ჩვენი კომუნიკაცია, სეზონი ძალიან კარგი გვაქვს, მაღალი მოსავლიანობა გვაქვს, მოლოდინი გვაქვს იმის რომ ძალიან კარგი ფასები იქნება, დღესაც უკვე არის ძალიან მაღალი ფასები იმ თხილისთვის, რაც ბაზარზე იყიდება, ბუნებრივია. ვფიქრობ რომ ეს ძალიან სასიხარულო და პოზიტიური ნოტაა ფერმერისთვის, ასევე ექსპორტიორისთვის და იმედოვნებ რომ ძალიან კარგი წელი გვექნება. იმედია ამ ბაქტერიასთან ბრძოლას უფრო სწრაფად შევძლებთ და დავამარცხებთ ვიდრე ფაროსანასთან, ხო? რომ ის მასშტაბები არ მივიღოთ და იმდენი წელი არ გაგრძელდეს. ცოტა დრო გრჩება და თხილის სუბსიდირების პროგრამაზეც მინდა გკითხოთ. მხარდაჭერის პროგრამა ქვია ამას ოფიციალურად და მახსოვს 2 წლის წინ როცა წერტილის სტუმარი იყავით, თქვენ თქვით რომ ეს არის ერთგვარი შრომის სტიმულირება ფერმერებისთვისო. მესამე წელია გრძელდება. ბევრი შეცდომა იყო, შეცდომების გასწორებაც იყო. ეს 3 წელი რო შეაჯამოთ, საბოლოო ჯამში რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა ეს პროგრამა, კიდევ უნდა გაგრძელდეს თუ არა, თუ ხედავთ რისკებს, რომ თუ გაგრძელდება, მე ხშირად ვსვამ ამ კითხვას, რომ რაღაც ყურძნის მსგავსად სუბსიდირების ტალღაზე დიდხანს არ დავრჩეთ და მე გაგვიწევდეს გამოსვლა. ძალიან სწორი კითხვაა. ყველაფერს აქვს თავისი ალბათ ზომა. მეორე მხარეა რომ ჩვენი მხარდამჭერი ამ კუთხით არის სახელმწიფო. სახელმწიფოსაც თავისი მხრივ აქვს გარკვეული მოქნილობის შეზღუდვები, ყველაფრის გაკეთება ისე როგორც კერძო სტრუქტურაში სახელმწიფო რესურსით ვერ მოხერხდება. მარტივი მაგალითები შემიძლია ახლა ადამიანები რომლებიც იყენებენ ვაუჩერებს სწორად დანიშნულებისამებრ მათი დახმარება მიზნობრივად და შემცირება დახმარების იმათ ვინც არ იყენებს იქნებოდა ძალიან ლოგიკური სწორი გაგრძელება ამ პროცესის. მე ესე ვფიქრობ, მაგრამ ეს საკმაოდ ტექნიკურად რთული დასანერგია, როდესაც ზოგადად სექტორთან გვაქვს და არა მარტო ერთ სექტორთან საუბარი და გასათვალისწინებელია თვითონ სახელმწიფოს მოქნილობის დონეც ამ კუთხით. მე ბუნებრივია რომ სურვილი გვექნებოდა რომ სექტორს მთლიანად აეთვისებინა მიზნობრივად ეს თანხები, რაც ყოველ წელს არ ხდება, დინამიურად იზრდება ათვისების მასშტაბები, თუმცა არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვისურვებდით რომ უკეთესი შედეგი ქონოდა. რა არის მიზეზი, აი თქვენი ასოციაციის წევრების მაგალითად თუ თქვენი წევრები ითვისებენ?
არა, ჩვენი წევრების დიდი ნაწილიც ზარმაცობს. სიზარმაცე მეტი არაფერი, ძირითადში რაც ხდება არის გაქვს ფული, შეგიძლია ამით შეიძინო ის რაც გჭირდება შენი ბაღის მოსავლელად და ფერმერი არ ყიდულობს ამას? არ იყენებს. უფრო მტკივნეულად შემიძლია ეს პროცესი აღწერო. პირველი არის რომ იცი რა უნდა გააკეთო. ყავს აგროკონსულტანტი, რომელიც გასწავლის როგორ გააკეთო, როდის გააკეთო და სად შეიძინო ეს აგროქიმიკატები. წელიწადის დაგეგმვაში გეხმარება. ამის შემდეგ ჩვენ გასული წლების განმავლობაში დაახლოებით 3500 აპარატი დავარიგეთ, რომელიც არის ტექნიკური საშუალება ამ მოვლისთვის სექტორის წარმომადგენლებისთვის. და ამას ყველაფერს დაემატა ის, რომ მინიმალური რაოდენობა თანხის, რომელიც საჭირო ამ ბაღის მოსავლელად საჩუქრად გადმოგეცემა, ალბათ მეტი ციკლი აქ პროცესი არაფერი არ არის, ანუ ცოდნა, რესურსებთან ხელმისაწვდომობა და ფინანსური მხარდაჭერა და ესეც ყველა კომპონენტი ესე ვთქვათ შესრულებულია და მხოლოდ გვაქვს ფერმერის мотиваციასთან და ჩართულობასთან საქმე და შესაბამისად მესმის რომ სექტორი ვთქვათ გასული წლების განმავლობაში ბევრი პრობლემების წინაშე იდგა, ადამიანები ალბათ ერიდებიან სოფელში იწყო მუშაობას, ზოგი ემიგრაციაში მიდის, ზოგი ქალაქში გადადის, თუმცა მოცემულობა ის არის რომ აი მაგალითისთვის წელს შარშანაც ფერმერმა კილოგრამი თხილი 7-8 ლარად გაყიდა და არ ვიცი მეტი მათემატიკა ამას რაღაცი ჭირდება, წელს კიდევ უკეთეს პოზიციებს ველოდებით ფასების მხრივ და ყველა ადამიანი ვისაც პრინციპში უნდა შრომა სოფელში ყოფნა სრულიად კომფორტში იმყოფება ამ კუთხით. შესაბამისად ვერ გეტყვით, არ ვიცი, ალბათ არის რაღაც ფონი, მოტივი, ალბათ არის რაღაც იმედგაცრუება, რომელიც 2021 წლების სეზონზე მიღებული გამოცდილებიდან მოყვება ფერმერებს და აი იმედი მაქვს ჩვენი რამდენი 14 წლიანი პრაქტიკიდან გამომდინარე, ვიცით რომ როდესაც გვაქვს წარმატებული სეზონი, იმის შემდეგი წელი გამოირჩევა ფერმერების აქტიურობით და მონდომებით, რადგან მაღალ ფასებს ღებულობენ და აქვთ პოზიტიური მოლოდინი და აი დავაკვირდეთ წლევანდელ სეზონს, ნახოთ რამდენად აქტიურობენ და იქიდან გამომდინარე ალბათ ჩავერთვებით კომუნიკაციაში. კი ბატონო, სულ 2 წუთი გრჩება და აი გამოცდილება ახსენეთ, ბევრი ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ჩვენი მთავარი საექსპორტო ბაზარი არის ევროპა, თხილის გულისხმობ და გვინდა კიდევ სხვა პროდუქციითაც შევიდეთ, მაგრამ იმასაც ხედავთ, რომ შეიძლება პირდაპირ არ გეხებათ, მაგრამ დამეთანხმებით ყველას გვეხება და ყველასთვის არის ნომერ პირველი ამოცანა მოქალაქეების უმრავლესობისთვის მაინც, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელდეს, რომელიც სამწუხაროდ ახლა შეჩერებულია და მეტიც ვართ უვიზო რეჟიმის დაკარგვის რისკებზე. აი როგორც ერთმა ფერმერმა, ბიზნესმენმა, თქვენი წევრების მაგალითზე ხშირად მსმენია, რომ სხვადასხვა ევროპული ფონდების, თუ მათ შორის ევროკავშირის პროგრამებით, ადრე იყო USAID-ის გამოცდილების გაზიარების მიზნით არაერთი ფერმერი ჩადის ევროპის ქვეყნებში, ჩამოაქვს იქიდან ცოდნა და ასე შემდეგ. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს კავშირი არ დაკარგოს ქვეყანამ და პირიქით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ უფრო სწრაფად შევძლოთ ამ გზაზე სიარული. ბუნებრივია რომ აი შესავალი საგანაც გააკეთეთ, ძალიან მარტივი მოცემულობაა თხილის სექტორში, არის გაწევრიანებული გაერთიანებული დაახლოებით 70,000 ქართული ოჯახი, საკმაოდ დიდია სექტორის მოცულობა და მნიშვნელობა საქართველოსთვის. ჩვენი სექტორის 80% პროდუქცია ექსპორტზე გადის ევროკავშირის ბაზარზე. მთელი ძალისხმევა ამ წლების განმავლობაში ხმარდება როგორც სახელმწიფოსგან, ასევე დონორი ორგანიზაციებისგან ხმარდებოდა იმას, რომ ჩვენ გავხდეთ კონკრეტული ევროპული ბაზრის მომხმარებლების პირდაპირი მიმწოდებელი. მათ შორის იყო და არის საქართველოში საკმაოდ გავრცელებული და განვითარებული Ferreros შესყიდვები, Ferrero გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემსყიდველი საქართველოს ბაზრის, რაც ასევე დამაიმედებელია, რადგან ხარისხზე მეტყველებს ჩვენი პროდუქციის და ყოველწლიურად იზრდება Ferreros
მოცულობას, პროდუქციის მოცულობა საქართველოს ბაზარზე. ლოგიკურია, რომ რადგან ევროპის ბაზართან გვიწევს ურთიერთობა, ჩვენთვის დიდი კომფორტია ევროპულ ბაზართან თავისუფალი მიმოსვლა და კომუნიკაცია და თავისუფალი ვაჭრობა. შესაბამისად, მნიშვნელობაც ეკოცილის სექტორისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. იმედია არ დავკარგავთ იმ მონაპოვარს და მეტიც რაც გვაქვს იმაზე მეც მივიღებთ. წერტილი რას დაუსვათ ამ ქვეყანაში ამჯერად ჩემი ტრადიციული კითხვაც უნდა დაგისვათ. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე უკეთესი რამ, რასაც შეიძლება ჩვენ წერტილი დაუსვათ, არის დემოტივაცია და სიზარმაცე, ყოველ შემთხვევაში ჩვენი საქმიდან გამომდინარე, თხილის სექტორზე მაქვს საუბარი, მე მოუწოდებ, რომ წელსაც, მოვალ წელსაც იმ სეზონის დარჩენილ ნაწილზე, რაც გვაქვს ახლა ამ მომენტისათვის, ეს იქნება ბოლო წამლობები სეზონის, ეს იქნება თხილის დროული მოსავლის აღება და იქნება სწორი შრობა და საწყობებში დაბინავება და არა სველი თხილის შენახვა. აი ეს იქნება ჩვენი სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა და გადადგმული ნაბიჯი და აი ამას ალბათ უნდა დაუსვათ წერტილი ჩემი აზრით. ვისურვოთ მეტი მოტივირებული ფერმერი. ძალიან დიდი მადლობა მერაბ თქვენი დროისთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა. მე ორ შაბათამდე გემშვიდობებით.